დავდივარ მეზობლიდან მეზობელთან რომ გადავიდე. ბილიკის დასადგმელი ადგილიც არ არის, რომ რამაცვია ფეხებზე შეხედეთ რა. შეიძლება იცით რა, წამოვიდეს ერთი წარმომადგენელი გამგებელის, თუნდაც თვითონ გამგებელი, არაუშავს რომ მოვიდეს და გაიაროს იმ ქუჩიდან იმ ქუჩამდე და მერე გითხას რამე, აი როგორ ცხოვრობ ჩვენ. სად გადავიარო, აი ნახეთ, სად წავიდე, სად დავადგა, ფეხი არ ვიცი. ბილიკიც კი არა გვაქვს. ნანა ჩიტაძის მსგავსად ამ მონაკვეთის გალვა ვარძიის ქუჩის მცხოვრებლებს ყოველდღე უწევთ. სიტუაცია განსაკუთრებით წვიმიან ამით იმძიმდება. ადგილობრივები უბანში გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მოსახლეობის განმარტებით ქუჩა მას შემდეგ დაზიანდა, რაც სამშენებლო კომპანია შინაშხარმა სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ვარძიის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალი მილებიც დასკდა და გზაზე დაღვრილი წყალი ქუჩას ატალახებს. მოსახლეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან საკითხის დაინტერესებას, ქუჩის გაწმენდასა და მოხრეშვას მოითხოვს. ეხლა წარმოვიდგინეთ, დილა სამსახურში დავახიანები მივდივართ. შუადღეს სახლში ვერ ჩამოვსულვართ. საღამოს მოვდივართ და ამოგანგრული ვართ, რასაც ვქვა, თუ არ წავიქეცით ამ ტალახში ფეხის რეალებს, უკვე საშინელებაა. ღამე როცა სინათლე არ არის, საერთოდ შემოსვლა შეუძლებელია სახლში. ეს არის უკვე მესამე თვეა. ეზო გვაქვს ძალიან ტალახიანი. იმის გამო რომ რაღაცა ახალი წყალკანალის წყლის ტრუბები გააკეთეს და გადაითხარა მთლად და მე აღარ მოხდა მისი მოპირკეთება. არ გაუსადრესი პირობები გვაქვს სულ გუბეები და ეს წყლებიც არ არის ბოლომდე დამთავრებული, არის ისევ ამოდის. მიერებიც დამსკდარია და წვიმისგან სულ მომსპარია. წყალი არ ვჭირდებოდა თავიდან. წყალი გვაქვს, ძველი წყალი გვაქვს, იქიდან ამოყვანილი გვაქვს, ეს წყალი ჯერ არ შემიერთებია. ისე გამზადებული მოიცა სათავად. ხო და ესე რაღაც მოთხარეს ახლა უნდა შევიყვანო ეს წყალი. მაგრამ ველოდები როდის გააკეთებენ. ხო და არის ატალახებული, ვერ შევდივართ, ვერ გავდივართ. მინდა რომ გააკეთონ ეს ქუჩა. მოხრეშონ თუ არ მოასფალტებენ, მოხრეშონ მაინც რომ სუფთად შევიდეთ და გამოვიდეთ რა. ვთხოვ ამ მთავრობას რომ გააკეთონ. სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ მშენებელი კომპანია ვალდებულია დაზიანებული გზის საფარი აღადგინოს, განმარტავენ ახალციხის მუნიციპალიტეტში. როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე აღნიშნავს, ქალაქში შინაშხარს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შესაბამის ზომებს მიიღებენ. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ შინაშხანის წარმომადგენლებს. აგვიხსნეს, რომ კარგი ამინდების გამოსვლისთანავე დაიწყებენ ამ საგზაო სარემონტო სამუშაოების აღდგენას და მე როგორც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით დაიწყეს რამოდენიმე ადგილას უკვე ასფალტი დაგებულია, რაც გადათხარეს თვითონ და მოყავთ შესაბამისად პირვანდელ მდგომარეობაში. თუ არ შეასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ შესაბამისად პასუხს გავცემთ. კომპანია შინაშხარის დირექტორის განმარტებით ვარძიის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. მისი თქმით, ოჯახები ვალდებულები არიან წყალი სახლებში თავად შეიყვანონ. რაც შეეხება გზის აღდგენას, აღვან მანუკიანი განმარტავს, რომ კომპანია ვალდებული იყო მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოების შეასრულებინა, რომელიც განახორციელა კიდეც. აღვან მანუკიანი ირწმუნება, რომ მოხრეშვა მის კომპეტენციაში არ შედის. На этих улицах, которые вы говорите, что надо после завершения работ сделать галкистые, песчано-галкистые покрытия, в наших программах нету. У нас восстановить тот, что мы раньше был. Может нашему заказчику обратиться, они вам весь эти объемы будут сказать. Работы уже завершили, у нас уже мало очистить, была очистка, это тоже завершили. ვარძიის ქუჩაზე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო. ჩაიყარა ახალი მილები და გადაითხარა ქუჩა. თუმცა წყალი დალუქულია და მოსახლეობა ჯერ კიდევ ძველი ხაზით სარგებლობს. ვარძიის ქუჩის მოსახლეობა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციით იმუქრება. ახალციხეში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2012 წელს გამოცხადდა, სადაც სომხურმა სამშენებლო კომპანია შინაშხარმა გაიმარჯვა.